600,000-მდე მოქალაქე დაუბეგრავი მინიმუმის სახით მაქსიმუმ 360 ლარს უკან მიიღებს. ინიციატივა დაბალ შემოსავლიან მოქალაქეებს შეეხება 2013 წლიდან. საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შევიდა, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ პირის ხელფასი წელიწადში 6,000 ლარს არ აღემატება, დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკან 360 ლარი დაუბრუნდება. დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად მოქალაქემ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე შესაბამისი ფორმა, პირადი ნომრითა და საბანკო რეკვიზიტებით უნდა შეავსოს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს იმ ბანკებთან გააფორმა მემორანდუმი, სადაც მოქალაქეებს დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობა შეეძლებენ. ის ადამიანები, რომელთა შემოსავალი წელიწადში არ აღემატებოდა 6,000 ლარს, უნდა მივიდნენ ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში იმ ბანკებით, რომელთანაც დღეს ჩვენ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი და მათ უმარტივესი დეკლარაციის შევსება მოუწევთ, რაც რეალურად მხოლოდ პირადობის პირადი ნომრის შეყვანას ნიშნავს სისტემაში, მათ შეუძლიათ გააკეთონ ინტერნეტით სახლიდანაც და შემდეგ დაიწყება დაბრუნების პროცესი. თქვენ ხელზე არ იღებდით, თუ უბრალოდ ხელზე იღებდით ხელფასს და ეს არ არის დეკლარირებული და საგადასახადო ბაზებში არ მოიპოვება, თქვენ ვერ დაიბრუნებთ ახლა. ესე თანამშრომელი ვერ დაიბრუნებს. უნდა მოხდეს დამატებითი დეკლარირება, დამქირავებელმა უნდა წარადგინოს დეკლარაცია და ეს დეკლარაცია უნდა ისახოს ბაზარში. ეს არის სოციალური პროექტი და სახელმწიფოს მხრიდან ეს დაუბეგრავი მინიმუმის თანხის უკან დაბრუნება, ეს არის დაახლოებით 600,000 ჩვენთან მოქალაქეზე და საბანკო სექტორი მაქსიმალურად გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას. ამაზე დეტალური ინფორმაცია შეუძლია სწორედ იმ ბანკებში მიიღონ, დღეს ვინც იყვნენ მემორანდუმზე ხელის მომწერები.